გამარჯობა, ეთერშია პირველობით 11-ზე ახალ ამბებს გუგა არჩვაძე გაგაცნობთ, მის გმირის შეურაცხყოფა რუსული სტილით და პასუხი თეაწულუკიანს. ანწუხელიძე უკვდავია. დღეს ზუსტად 3 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქციაა ჩანიშნული. თეაწულუკიანის ახალი მოღალატეობრივი განცხადების გამო მოქალაქეები ისევ ქუჩებში გასასვლელად ირაზმებიან. ომის გმირი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წამამდე მტერს ებრძოდა და რუსმა სამხედროებმა ტყვეობაში წამებით მოკლეს, წარსულის კომისრად პარლამენტში დანიშნულმა წულუკიანმა უაზროდ განწირულად მოიხსენია. წულუკიანის ზღვარ გადასულ განცხადებას ხალხმა საკუთარი სახელი ღალატი უწოდა. პროტესტი ღამით დაიწყო. წულუკიანის სახლთან გვიანობამდე ისმოდა შეძახილები, ანწუხელიძე გმირია, დიდება გმირებს. მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვი ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს გულისხმობ. მალე ქართული ოცნება გმირებს მოღალატეებად შერაცხავს. ასეთი არის სამოქალაქო აქტივისტებისა და პროევროპულად განწყობილი ქართველების პოზიცია. ისინი ამბობენ, რომ ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისაგან უკვე დიდი ხანია არაფერი უკვირთ, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ გიორგი ანწუხელიძეს ვიღაცამ უაზროდ გაწირული უწოდეს. ისინი თეაწულუკიანს პირდაპირ და სრული ამ წყვის მნიშვნელობით უწოდებენ ჯალათს და ამბობენ, რომ ამ ადამიანისაგან ყველაფერი მოსალოდნელია, თუმცა ის ასევე უნდა ელოდოს მოქალაქეების ძალიან მწვავე და კრიტიკულ პოზიციასაც. ამიტომ ისინი ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან და ყოველთვის მიხეილ სააკაშვილის ჯგუფელი, ვინც იყო იმ თავის კგბ-ს უმაღლეს სკოლაში, ჩემი ალა გალცოვა, ებრაელია ეს გოგო, კიევში ცხოვრობდნენ, ეს ცოლი და ქმარი და რაღაცნაირად გაყრილებით იყვნენ, წაგვიყვანა ამ ქმართან სტუმრად, რაღაც უცნაური ის ჰქონდათ, ის რაღაც ესეთი ტიპი იყო და გადმოიღო ალბომი, მაჩვენა მიშას სურათების და რაღაცაზე მეთქია, бывших-то КГБшников, дорогая, не бывает. და გაეცინა და როკაია რო ესეთი გულუბრყულოები ხართო და ნუ გააგზავნა ყავა, მოგვიდუღა, შემოგვიტანა და ჩემი ბოლო წერტილი რა იყო საერთოდ. ეხა არ ვეხები არანაირად ეს მის ჯანმრთელობას არ შეეხება. ვზივართ ექს-პრეზიდენტთან ერთად პალატაში, ვუყურებ ტელევიზორს, იბომბება კიევი და აცხადებენ რომ 7 დაღუპულია, მათ შორის 2 ბავშვი, მე წამსხდა ცრემლები და რა გატირებსო კაცო, ესო არისო სტატისტიკაო, დიდი პოლიტიკა ამას მოითხოვს. მეუთხარი შენ რო 1 გრადუსზე აგიწევს სიცხე, ლამის ციხეში ვსვამ ყოველ მეორე დღეს მეუთხარი და ისო ვიღაცის შვილია, ვიღაცის დედაა, ვიღაცის ძმაა მეუთხარი. ჩვენო დიდ პოლიტიკოსებსო ეს ხალხი უნდა შეგვეწიროს. ჩვენო დიდ პოლიტიკოსებსო ეს ხალხი უნდა შეგვეწიროს. ჩვენო დიდ პოლიტიკოსებსო ეს ხალხი უნდა შეგვეწიროს.